ჩვენთან არის ღმერთი. დღეს სახარებაში, რომელიც ჩვენ ამოვიკითხეთ ლუკას თავიდან, ძალიან რთული მცნებაა მოცემული მაცხოვრისმიერი. შეიძლება ითქვას არაბუნებრივი, იმდენად რთულია შესასრულებლად. როგორც აღნიშნეთ, არაბუნებრივია თითქოს. კერძოდ საუბარი რაზეა? პირველი ნახევარი ამ სახარებისა გასაგებია, მაგრამ ეს მეორე ნახევარია პრობლემური. საუბარია ასეთი, რომ როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, ისე თქვენ მოეკეცით მათ. ეს გასაგებია. ეს მხოლოდ ქრისტიანობაში არ არის. თითქმის ყველა რელიგიაშია ეს. ამაში არ არის სიახლე, შეიძლება ვთქვათ. შემდგომ გრძელდება. თუ კი თქვენ გიყვართ მხოლოდ მოყვარულნი თქვენი, რა იარს მადლი თქვენ და რამე თუ ცოდვილნიც ამას ყოფენ და აძლევენ იმისთვის, რომ უკან დაიბრუნონ იგი. ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი. აი ეს არის სიახლე. ხოლო თქვენ გიყვარდეთ მტერნი თქვენი და კეთილსა უყოფდეთ მოძულეთა მათ თქვენთა და ილოცევდით მათთვის, რომელიც გძლავრობენ თქვენ. აი ეს არის თითქოს არაბუნებრივი მცნება. ეს დარიგება კი არ არის. აი თუ გინდათ ესე იყავით და თუ გინდათ ნუ იქნებით, ესე კი არ არის. ეს არის მცნება მოცემული ღვთისგან. როგორც არა კაცკლა, არა იპარო და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ის მაინც ბუნებრივია, არა კაცკლა, ხო რატო უნდა მოკლა კაცი? ან არა იპარო, გასაგებია. ლოგიკას ცდება ეს მცნება ღვთისა. გიყვარდეთ მტერნი თქვენი. არაბუნებრივია, როგორც მოგახსენეთ. მაგრამ არაბუნებრივია იმათთვის, ვინც ქრისტიანობა არ იცის რა არის. აი იმათთვის არაბუნებრივია. აღნიშნავ იმას, რომ შეიძლება ადამიანი დადიოდეს წლები ეკლესიაში, წლები, მთელი ცხოვრება და ქრისტიანობაზე წარმოდგენა არ ქონდეს რა ხდება. ბევრჯერ ვისაუბრია ამაზე. ქრისტიანობა შინაგანი ცხოვრება ადამიანისა. სხვაგვარად რო ვთქვათ, აი წმინდა გრიგოლ ნოსელის სიტყვებს მოვიშველიებ. ქრისტიანობა არის ბაძვა საღვთო ბუნებისადმი. მეტი ფორმულირება ქრისტიანობას არ გააჩნია. ღმერთისადმი ბაძვაშია ქრისტიანობა. ამას ცოტა ხანში დაუბრუნდები ჩვენ. მაგრამ ჯერ ავხსნათ რა არის ბუნებრივი და არაბუნებრივი მდგომარეობა. აი ჩვენ ვამბობთ, რომ მტრისადმი სიყვარული ბუნებრივი არ არის. რა არის ბუნებრივი? აი კითხვა, ჯერ ეს უნდა განისაზღვროს ადამიანისათვის, ბუნებრივობა რა არის? ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ბუნებითი. ჩვენ გონია, რომ არის ის, რა ყოფაში ჩვენ ცხოვრობთ. ჩვენ რა ყოფაში ვცხოვრობთ? სადაც არის სიკვდილი, სადაც არის სიბერე, სადაც არის ავადმყოფობა. სადაც ადამიანი ბრძოლობს გადარჩენისათვის. ბრძოლა გადარჩენისათვის. ნუ დარვინიზმი დაახლოებით. ვინც უფრო ძლიერია, ის გადარჩება. ვინც არა, ის იმ ძლიერის მიერ მოკლული იქნება. შიმშილი, წყურვილი, დაღლილობა, ძილიანობა, ტკივილი, ავადმყოფობა, სიბერე და ბოლოს სიკვდილი. აი ეს არის ჩვენი ყოფა. ამას ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ამას ვერავინ ვერ გაექცევა. მაგრამ სინამდვილეში ეს ბუნებრივი მდგომარეობა სულაც არ არის.
აი იმ ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ვისაც გონია რომ ეს არის ბუნებრივი, იქ მტრის სიყვარული აბსოლუტურად არალოგიკურია. როგორ შეიძლება მე ამ ყოფაში, როდესაც ბრძოლა გადარჩენისათვის არის, შენ მაცხოვარო მეუბნები, რომ მე მტერი უნდა მიყვარდეს. სად არის აქ ბუნებრიობა? მე უნდა გადავრჩე, პირიქით უნდა თქვა, რომ იბრძოლეთ გადარჩენისათვის და რა მტერი უნდა გიყვარდეს, აგერ მომკლავს ხვალ, რა უნდა მიყვარდეს კაცო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივი მდგომარეობა გონია ეს ყოფა ჩვენი. ეს ყოფა სინამდვილეში ადამიანის ბუნებისათვის არაბუნებრივია. რატო არ არის ბუნებრივი? და საიდკენ მიგვითითებს მაცხოვარი, რა კაცები უნდა ვიყოთ ჩვენო? ღმერთმა ადამიანი ჩაიფიქრა უკვდავი. ადამის პირველი მდგომარეობა, ცოდვამდელი მდგომარეობა, იყო აბსოლუტურად განშორებული იმ ბუნებრივი თვისებებისაგან, რაც ჩვენ ბუნებრივი გონია. ანუ სხეული მისი ადამიანისა ცოდვამდელი, 60-ეული იყო უხრწნელი, ანუ იყო უბერებელი. რატო იყო უბერებელი და უხრწნელი? იმიტომ რომ შევსება სხეულს არ ჭირდებოდა, შესამოსლად და საკვებად ჰქონდა ღვთისმადლი მას, რომელიც სხეული ბერდება, რომელსაც შევსება ჭირდება წყლით, საკვებით, დასვენებით, სხვაგვარად იხსნება მალე. ანუ ჩვენ იმიტომ ვართ დაქვემდებარებულები ამ ყველაფერს, რომ ცოდვამ შემოიტანა ეს. რა შემოიტანა ცოდვამ? ესე იგი, თუ მანამდე ვიყავით ჩვენ უხრწნელები და უკვდავები, შესაბამისად ადამიანს არ ჭირდებოდა საკვები იმ გაგებით, რა გაგებიაც ჩვენ საკვებში გვესმის. წყლის დალევა, დააღრილობა არ ქონდა, კივილი არ ქონდა. ის ცხოველებს არ ხოცავდა, რომ ვიკვებო მე ამითო. და შესაბამისად მტრობა იქ არ იყო. არ ჭირდებოდა მტრობა არავის და მაგიტო. და შესაბამისად ამისა, შემდგომ ამისა, იყო უკვდავი. თუ კი მე არ მშივდება, არ მწყურდება, არ ვიღლები, არ მეძინება, ნეტარ ყოფაში ვარ, არ ვბერდები და ბოლოს აღარ გვდები. ადამი ასეთი ჩაიფიქრა ღმერთმა. ეს არის ადამიანისეული ყოფა. მაგრამ თქვა კაცმა, მე არ მინდა ეგეთი დაქვემდებარებულობა, ღვთის ჭკუაზე მე არ მინდა სიარული. უხეშად რო ვთქვათ. მე მინდა რომ საკუთარი თავის ღმერთი მე ვიყო. ღმერთები გახდებითო, გახსოვთ ეშმაკი ეუბნება. ღმერთის გარეშე, კი ბატონო, ღმერთო, როგორც გინდა ისე იყავი. და ღმერთობის მონდომებით ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა ადამმა. და ამის შემდგომ უკვე შეგვეძინა ჩვენ ჯერ ადამიანს და მერე მის შთამომავლობას ყველა ადამიანი ამას ვერ გაექცევა, ყველა ამაში ვართ. იმიტომ რომ მისი მოდგმისანი ვართ ჩვენ. მას რომ სხეული უხრწნელი ქონოდა, ჩვენს უხრწნელები ვიქნებოდით. მაგრამ გენეტიკური კოდი არის ისეთი, რომ ხრწნასა და სიკვდილს დაქვემდებარებულია კაცი. შეეძინა თუ კი უხრწნელი იყო ხრწნილება, აი ამ ღმერთს, რომელსაც ღმერთობა მოუნდა. უკვდავი თუ იყო მოკვდავობა და ის დანარჩენი, რაც ამასთან არის კავშირში. ბრძოლა გადარჩენისათვის. რას ეუბნება კაცს ღმერთი? ოფლით მოიხვეჭ შენ პურს. თუ მანამდე მუქთად ცხოვრობდი შენ, ყველაფერი გქონდა.
არ გჭირდებოდა ეს ყველაფერი უბრალოდ. ეხლა პურს ისე კი არ შეჭამ. აიწყება ბრძოლა გადარჩენი. შენ უნდა ის მოსპო სარეველა რომ პური ჭამო. სხვა უნდა მოსპო რომ კარგად იყო. ადამიანი, ცხოველი, ბუჩქი, ყვავილი, ყველაფერი. შენ რომ კარგად იყო, აი ესე უნდა ციცხოვრო. ბრძოლა გადარჩენისათვის. და შემოდის კაცობრიობაში მტრობა. პირველივე მტრობა ძმებს შორის იყო. კაინმა შურის გამო მოკლა აბელი. ის კარგად არის, მე ცუდად. და დაიწყო მკვლელობა, შურიანობა, განადგურება, ბრძოლა გადარჩენისათვის. მაცხოვარი რისკენ მიგვითითებს. თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა გაიხსენოთ უნდა. აი ამისაკენ. ის რასაც შენ ბუნებრივს უწოდებ, შენთვის უცხოა ეს ყველაფერი. შენთვის სიმახინჯე უნდა იყოს ეს ყოველივე. არაბუნებრივი, სოდვის შედეგად შეძენილი. დღეს ვხოცავთ ერთი მეორეს. ხოცავთ ცხოველებს. ვანადგურებთ ბუნებას. ვსწავლობთ ჰაერს. ყველაფერი დნება ადამიანის ხელში. ეს გონია კაცს ბუნებრივი მდგომარეობა. ეხლა სხვა რელიგიაში, აი პროტესტანტობაში, თემაში ეს ესმით. ეს კიდე სხვა მიმართულება, მაგრამ სხვა რელიგიაში ეს ყველაფერი არ ესმით, რომ ადამიანი იყო სრულყოფილებაში შექმნილი. და ბუნებრივი მისთვის ეს ყოფა კი არ არის. სულ სხვა ცხოვრებაა ბუნებრივი. და მაცხოვარს ეწოდება მეორე ადამი. ესე იგი განმაახლებელი იმ ძველისა. და რისკენ მიუთითებს ეხლა შევაჯამოთ ჩვენი სათქმელი. იმისაკენ მიუთითებს რომ თუ კი ძველმა ადამმა შემოიტანა ის ხრწნილება და თქვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა, რაც თქვენთვის ბუნებრივია. სინამდვილეში ეს ბუნებრივი არ არის. უნდა დაუბრუნდეს კაცი, მზერა მიპყრობილი უნდა იყოს არა ამ წუთის სოფელზე მხოლოდ, თუმცა აქ თავისი გაჭირვება აქვს კაცს. ქრისტიანობა ამ წუთის სოფლისა არ არისო. სხვა მზერაა საჭირო. არ გეგონოთ რომ ეს ჩემი განმარტებებია. წმინდა გრიგოლ ნოსელი ესეთ ქადაგებაში რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა, მცირე ზომის ქადაგება აქვს. იქ განსაზღვრებას გვაძლევს ქრისტიანობა რა არის. პირველი მოგახსენეთ, ქრისტიანობა არის ღვთის ბუნებისადმი ბაძვა. და გრიგოლს ეკითხებიან, როგორ შეიძლება კნინმა, დაცემულმა კაცმა ღმერთის ბუნებას ბაძოს? ეს ხო შეუძლებელია. როგორც შეუძლებელია ის, რაც მტრისადმი სიყვარულზე ვილაპარაკეთ ჩვენ. რაზი აქვს ღვთისადმი ბაძვა რა არის? როგორ შეიძლება მე პატარა კაცმა ცოდვებით სავსემ საღვთო ბუნებას ვბაძო? და გრიგოლ ნოსელი იქვე პასუხს გვაძლევს. შეძლების დაგვარად აუცილებელია ღვთისადმი ბაძვა. სხვა ქრისტიანობა არ არსებობს. თუ კი ღვთისადმი ბაძვაში არ ვლინდება შენი ცხოვრება, მაშინ ქრისტიანობა შენ არ გესმის. ეს თქვა უდიდესმა კაბადოკიელმა მამამ. და მეორე კითხვა, ქრისტიანობა ღვთის ბუნებისადმი ბაძვაა, გასაგებია. შეძლების დაგვარად, რა თქვა, ბუნებითად ღმერთები ჩვენ ვერ გავხდებით, მაგრამ შეძლების დაგვარად შეგვიძლია გავხდეთ ღმერთები ღმერთთან ერთად. ეხლა მეორე კითხვა. და აღთქმა რა არის ღვთისა, ქრისტიანობისა? და გრიგოლ ნოსელი ამბობს, აღთქმა ქრისტიანობის არის უკუნ მიბრუნება დასაბამიერი კეთილხვედრისაკენ. რთული სიტყვებია, მაგრამ ჩვენებური სიტყვებით რო თქვათ, ქრისტიანული აღთქმა, ანუ შენ რო ქრისტიანი ხდები, აღთქმას უნდა დებდე, რომ შენ
უკუmitrialebuli მზერა მიპყრობილი იქნები დასაბამიერი კეთილხვედრისაკენ. კეთილხვედრი ამ შემთხვევაში არის ღვთისასუფეველი. ის დასაბამიერი ყოფა, რაზედაც ჩვენ გქონდა საუბარი, როგორც ჩაიფიქრა ღმერთმა ადამიანი. ქრისტიანობა არ არის ამ წუთის სოფლში გართობანა. ვიღაცების გადარჩენა და რაღაცების გადაგება ამ წუთის სოფლში მოწესრიგების გამო. ქრისტიანობა არის ზეცისაკენ ახედვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა. ამისაგან უნდა გამომდინარეობდეს ყველაფერი. შენ თუ ღმერთს არ ბაძავ, ქრისტიანი არ ახარ. და შენ თუ მიპყრობილი მზერა არ აგაქვს ადამის დასაბამიერი ყოფისაკენ, ქრისტიანი არ ახარ. და იმიტომაც არის გაუგებარი გიყვარდეთ მტერნი თქვენი. ჩვენ ხო ცხოველები ვით ვცხოვრობთ. მეტი მინდა მე, უნდა წავართვა, უნდა მოვკლა, ყელი გამოვჯრა, გავანადგურო, მოვწამლო და ასე შემდეგ. ეს ხო ყოფაა დღევანდელი კაცისა. დაცემული მდგომარეობა. რამე თუ ცოდვათა შინამ შვამე დედამან ჩემან, ნათქვამია ფსალმუნში. რა ცოდვებზია საუბარი, ბავშვი იბადება წრფელი. დაცემული ბუნება იგულისხმება. გინდა თუ არა შენ სხვაზე ხარ დამოკიდებული ბუნებაზე, მერე კლავამ ბუნებას, წამლავ, ანადგურებ. აგერ დნება ყველაფერიო მსოფლიოში ამბობენ. ვინ არის ფაქტორი? რა არის ფაქტორი? ადამიანი. ვიღაცა მილიარდებს შოულობს და ანტარქტიდა დნება. და ვიღაცა იტყვის, რომ ეს ბუნებრივია, გადარჩენა საჭირო და მა როგორ? და ქრისტიანი ეტყვის, შენ ჯანმრთელი ხარ. რა გადარჩე, სად არის? რა გადარჩები შენ? და უგუნურება კიდე რატო არის, აი, როდესაც მტრობენ ადამიანები ერთმანეთს, უგუნურება. ამ დაცემულ ყოფაშიც რო უგუნურებაა, მხოლოდ იქიდან გამომდინარე კი არა, რომ იქ უნდა ვიხედებოდეთ ჩვენ დასაბამიერ ყოფისაკენ. უგუნურება ამ წუთის სოფელშივია, დანახული მტრობისა. რატო? ჩვენ ვიცით, რომ ყველა ვკვდებით. ადრე თუ გვიან ყველა დავიხოცებით, ჩვენი შვილების, შვილიშვილების და ყველანი. მილიარდობით კაცი ჩვენამდე და მილიარდობით კაცი ჩვენ შემდგომ იქნება დახოცილი. ყველანი ტოტალური სიკვდილია ამ დედამიწაზე. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ. თუ ეს ასია და მე მართლა ვიცი, ისე კი არა, როდეს დადგება და მე ვერთობიჯერ. არა, რო დადგება და ყოველ წამს შეიძლება დადგეს, როგორც იტყვიან, გუშინდელი დღე ჩემ ხელშია, დღევანდელი ეს წამი ჩემ ხელშია, მაგრამ დღეს საღამო იქნება თუ არა, ან ხვალინდელი დღე ჩემ ხელში აღარ არის. და ის არის ჩემს გარეშე მყოფი. შესაბამისად, თუ კი ეს ასია და მე ვიცი, რომ ყველა დავიხოცებით, ადრე თუ გვიან, შენ რატო მისწრაფებ ცხოვრებას? ან მე რატო გისწრაფებ ცხოვრებას? რატო ხარ ჩემი მტერი? ან მე შენი? მოდი ვიცხოვროთ ზმურად. ეს ხო უგუნურება არალოგიკურია. რომ ისედაც, აი, ლოგიკური რა შემთხვევაში იქნებოდა, იცით რომ? კაცი ყოფილიყო უკვდავი, დანარჩენები მოკვდავები ყოფილიყვნენ, დაუშვათ. და ანადგურებს ამ მოკვდავებს, რომ მათი ქონება ჩაიგდოს. თვითონ უკვდავია, მაშინ ლოგიკური მაინც იქნებოდა. რომ შენ გინდა იმათი მალევე სწრაფად, იმიტომ რომ შენ და შენი შვილები უკვდავები არიან და ხარ იმპერატორივით. დახოცე და შენი იქნება ყველაფერი. მაგრამ სად არის ლოგიკა, როდესაც შენ შეიძლება დღესვე არ იყო და სხვასაც კლავ, ან ის კლავს შენ, ისედაც მოკვდავობაში მყოფ ადამიანს.
მაგრამ კაცს არ შეუძლია ამაღლება გონების. იცით რატო? იმიტომ რომ დაცემულია ჩვენი ტვინი. მე თუ არ განვიკითხე, მე თუ არ გავანადგურე და არ მოვწამლე ბუნება, ისე აბა როგორ შეიძლება ცხოვრება ჩემი. და კაც გონია ქრისტიანსაც მას შორის, რომ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. ესე ჩაიფიქრა ადამიანი ღმერთმა. ეს არის ავადმყოფობა ადამიანის. მტერიც ადამიანია. და როგორც ვეფხისტყაოსანშია ნათქვამი, ნეხვთა და ვარდთა ყოველთა მზე სწორად მოეფინების. ჩვენ ხო ღვთის ბაძველობაში თქვით არის ქრისტიანობა. და თუ მზე სწორად მოეფინების და მზის მსგავსი უნდა იყო, სულიერი მზისა ოღონდ, მაშინ შენ ვალდებული ხარ გონებით ამაღლდე დასაბამიერ კეთილხვედრისაკენ. შენ ვალდებული ხარ. სხვაგვარად ქრისტიანობა გაუგებარია, არალოგიკურია. რა მტრის სიყვარული, რა ფიქრის სიკვდილზე, რა დროს სიკვდილზე ფიქრია, კაცო? მე 1000 საქმე მაქვს გასაკეთებელი. ქრისტიანობა სულ სხვა რამეს გელაპარაკება. აქ ვერც სიცოცხლეს დაბადებ შენ, ბუნების სიცოცხლეს. ყველა გარდაიცვლება. ვერც სიმშვიდეს დაამყარებ და ვერც სამართლიანობას ვერასოდეს ვერ დაამყარებს კაცი სამართლიანობას აქ. რა ადამიანს გონია რომ მე რო გავანადგურებ სხვას, აი მაშინ იქნება ტოტალური სიმშვიდე და კეთილდღეობა. ესე ეგონათ კომუნისტებს და მილიონობით დახოცეს. რის გამო? სიმშვიდე რო ყოფილიყო. მილიონობით. ასე ეგონა ნაცისტებს ეგონათ. მილიონობით დახოცეს. ეს არც ერთია და არც მეორე. ხა სახეცვლილი კი არის ყველაფერი, მაგრამ ესე ეგონათ ამათ. და კიდე ბევრს გონია ასე, რომ სამართალს აქ დავამყარებს, სიმშვიდე, სიყვარული იქნება ტოტალური. ვერასოდეს ტოტალური სიმშვიდე და სიყვარულობანა ვერ იქნება აქ. რატო? იმიტომ რომ კაცის ბუნება დამახინჯებულია. ჩვენ აქ სასტუმროში რო ვართ, რატო ვართ სასტუმროში? იმიტომ ან სავადმყოფოში შეიძლება უფრო ესეთი კარგი შედარება. განვიკურნოთ უნდა და განკურნება არის დასაბამიერისაკენ მზერა. იმას უნდა ველოდო მე და ჩემი ბუნება გარდავქმნა ისე, როგორიც იყო ადამის დაუცებელ მდგომარეობაში ჟამს, ცხოვრების ჟამს. როგორც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით თავისი სხეული და გახდა ადამის პირველქმნილი მდგომარეობის მსგავსი. ამიტომაც ეწოდება ქრისტეს მეორე ადამი. ჩვენ გონია, რომ ეს არის ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა. ჭამენ ერთმანეთს, ყველაფერს სპობენ და ეს არის ჩვენი ყოფა. აი ეს არის ის შინაარსი, რაც დღეს მაცხოვარმა თქვა და საიდან დავიწყეთ, რომ არაბუნებრივია. იმიტომ არაბუნებრივი, რომ კაცს გონია ბუნებრივი ის არის, რა ყოფაშიც იმყოფება იგი. აი ეს გონია ბუნებრივი. ამიტომ ასეთი კაცისთვის არალოგიკური, მიუღებელი და არაბუნებრივია. მაგრამ ქრისტიანისათვის და პირველი ქრისტიანი, ჭყალებში ქრისტიანი არა, მაგრამ პირველი ქრისტიანი ქრისტე იყო. და გვასწავლა სიყვარული მტრებისადმი. მამაო მიუტევე მათ, რადგანაც არ იციან რასა იქმან, ჯვარზე ამბობს. არ იციან, ამათ ბუნებრივი გონიათ ეს მკვლელობები და ყველაფერი. მაგრამ მე რისკენ მოგიწოდებ თქვენ ამბობს. იმ პირველი ადამიანის აღდგინებისაკენ. სხვა ქრისტიანობა ჯერჯერობით არ შეუქმნიათ არც ქრისტეს და არც მამებს.
გავიმეორებ. ქრისტიანობა გრიგოლ ნოსელის თანახმად არის ბაძვა საღვთო ბუნებისადმი, მეტი განსაზღვრება არ არსებობს. დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ სხვა განსაზღვრებას ქრისტიანობის შესახებ. და მეორე, ქრისტიანობის აღთქმა არის უკუმიბრუნება, ანუ ხედვა, ან სვლა დასაბამიერი კეთილმხედრისაკენ. და არა გადარჩენა, ბრძოლა გადარჩენისათვის. ეს საცხოველეთია. ეს არ არის ქრისტიანობა. აი შემოიტანა ქრისტიანობა მახალი. მთელ რელიგიათა შორის ასეთი გაუგონარი მცნება ქრისტეს გარდა არავის მოუწია. რატო? იმიტომ რომ 60-ში უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში. ეს არის ვალდებულება ჩვენი და ფიქრი და ზრუნვა. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა სიყვარული მოგცეს ღმერთმა ყველასადმი, რომ აღსრულებლები ყოფილიყავით იმ მცნებისა და რჯულისა, რაც მაცხოვარმა დაგვიტოვა. ჯვარი გეწეროთ, გაიხრეთ.